მოგესალმებით, მეგობრებო და გიბრუნდებით უცხელესი ინფორმაციებით. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, მოგმართავთ თხოვნით, რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე, რითიც მე თქვენს მხარდაჭერას ვიგრძნობ. ამასთან მადლობას გეტყვით 40,000 გამომწერისთვის. ახალ თვეს კი ახალი მიზნებით ვიწყებთ და მოდი შევეცადოთ, რომ ამ თვეში 45,000 გამომწერამდე ავიდეთ. ეს ერთი შეხედვით რთული მისია, მაგრამ არხის მაყურებელთა 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ აქვს. ამიტომ დააჭირე გამოწერილი ღილაკს და დაეხმარი არხს განვითარებაში. დიდი მადლობა მეგობარო, თუ ეხლა ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და მოდი გადავიდეთ სასაუბრო თემებზე. ხვიჩა კვარაცხელია სანტიაგო ბერნაბეუზე. რა მოხდა რეალურად? რაბედიელის გიორგი მამარდაშვილს უახლესი ცნობები ქართველზე. აღმოაჩინე მორიგი ქართველი ტალანტი. ამასთან ერთად კი სხვა მრავალი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში. ამიტომ დავიწყოთ. აღმოაჩინე ქართველი ტალანტი. მინდა მორიგი ნიჭიერი ფეხბურთელი გაგაცნოთ, რომელიც საქართველოს ეზრდება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ თითქმის სულ შემტევი ტიპის ფეხბურთელებზე ვისაუბრეთ. თუმცა დღეს მინდა გაგაცნოთ 14 წლის გიორგი ჩანგელია, რომელიც პოზიციით მარცხენა მცველია. გიორგიმ ფეხბურთის თამაში 10 წლისამ დინამო თბილისის სკოლაში დაიწყო და ის დღემდე მან ირისხება. რაც შეეხება მის საფეხბურთო უნარებს, მისმა თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გიორგი სწორედ იმ ტიპის მცველია, რაც დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ფასობს. მას ფლანგიდან ბურთის ამოტანა ძალიან სწრაფად და მარტივად შეუძლია. ამ ყველაფერში კი მისი უმაღლესი დონის ტექნიკა ეხმარება, რითიც მას მეტოქის გაბითურება ძალიან მარტივად გამოსდის. ამასთან ერთად გიორგი დაცვაშიც მოწოდების სიმაღლეზეა. დღევანდელ ფეხბურთში ჩვენ ვხედავთ მსგავსი ტიპის მცველებს, რომლებიც შეტევაში ძალიან კარგად მოქმედებენ, თუმცა დაცვაში თამაში უჭირთ. მაგრამ რაც ვნახე, გიორგის ეს პრობლემა საერთოდ არ აქვს და ბურთის ართმევა მას მარტივად შეუძლია. გიორგი აშკარად სწორი კუთხით ვითარდება და თუ ის როგორც შეტევაში, ასევე დასვაში თამაშს დააბალანსებს, ის მალევე შეძლებს ყურადღების მიპყრობას და მასზე ნებისმიერი გუნდი ინადირებს. ამიტომ წარმატებები მას, რადგან მისი სახით უნიჭიერესი ახალგაზრდა გვეძრდება. რაბედიელის გიორგი მამარდაშვილს ვალენსიას სატრანსფერო გეგმებზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ვალენსიას ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მომავალი ესპანური პრესის ერთ-ერთი სასაუბრო თემა გახდა. მამარდას რამდენიმე გრანს უკავშირებენ და ესპანურმა გამოცემამ რელოვამ ხამურების სატრანსფერო გეგმები გაგვიზიარა. როგორც იწერება კლუბის პრეზიდენტს პიტერ ლიმს, ხელმძღვანელთათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვა არ დაუალებია. პიტერ ლიმს მათთვის არ უთქვამს, რომ აუცილებელია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ვალენსია მოთამაშეების გაყიდვით რამდენიმე მილიონი მიიღოს, წერს ესპანური გამოცემა. თუმცა ეს ყველაფერი არაა და სინგაპურელი ბიზნესმენი განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელევა. თუ ღამურების კარზე ტოპ კლუბი დააკაკუნებს და ჩეს მაგიდაზე საინტერესო შეთავაზებას დაუდებს, ვალენსია ნებისმიერი მოთამაშის გაყიდვაზე თანხმობას იტყვის. ხოლო რელოვოს ცნობით გამონაკლისი არც გიორგი მამარდაშვილი და არც ხავი გერა იქნებიან. შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი 30 მილიონად არის შეფასებული და ეს თანხა იქნება სწორედ ის, რის გამოც ვალენსია ქართველის გაშვებაზე თანახმა იქნება. ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის რეალის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც ამ შეხვედრაზე უნდა იცოდე. შეხვედრა, რომელსაც ყველა დიდი ხანი ელოდა, სამწუხაროდ არ გამოვიდა ისეთი, როგორი მოლოდინების გულშემატკივრებს ჰქონდათ. ამ შეხვედრის დეტალურ მიმოხილვას არ ვაპირებ, თუმცა მინდა ვისაუბრო ხვიჩა კვარაცხელიაზე. და მოდი დავსვათ კითხვა, რა ვნახეთ ქართველისგან სანტიაგო ბერნაბეუზე. საწყის წუთებზე ნაპოლიმ თამაში აქტიურად დაიწყო. განსაკუთრებით აქტიური კი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, რომელიც იტალიური კლუბის შეტევებს დირიჟორობდა. ქართველის აქტიურობას კი მე-9 წუთზე სიმეონეს გოლიც მოჰყვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტენოპეის სიხარული დიდხანს არ დასალდა, რადგან ზუსტად 2 წუთში როდრიგო მანგარიში გაათანაბრა და ძალიან მალე, კერძოდ 22 წუთზე ბელინგემს მადრიდული კლუბი წინ გახავს. თითქოს რეალის სწორედ გაშვებული გოლის შემდეგ ჩაერთო თამაში და მათ რეალური სახე დაგვანახეს. აშკარა იყო, რომ მადრიდული კლუბი ორი თავით მაღლა იდგა იტალიურ კლუბზე და ისინი გოლს მაშინ იტანდნენ, როდესაც ეს მათ მოესურვებოდათ. და სწორედ ამ მომენტში კი მხსნელად ყველა ხვიჩას მოიაზრებდა. თუმცა სწორედ აქ ერთვება რეალის ორგანიზებულობა. შეიძლება ითქვას, რომ მადრიდის რეალმა კვარაცხელია გალიაში გამოკეტა, რადგან რა წერტილში არ უნდა ყოფილიყო ქართველი შემტევი, მასთან ორი ფეხბურთელი გამუდმებით ადიოდა. კვარაცხელიას მეურვე კარვახალი იყო.
კარვახალს კი თავის მხრივ ერთი კაცი ყოველთვის ազღვევდა. თუ კვარაცხელია მინდვრის ცენტრისკენ იყო, ესპანელ სებალოსი ეხმარებოდა. ხოლო როდესაც ქართველი მადრიდელთა დაცვას უახლოვდებოდა, საქმეში რუდიგერი ერთვებოდა. რეალს აბსოლუტურად ყველაფერი 10-იანზე ქონდა დალაგებული. თუ როგორ ეთამაშათ კვარას წინააღმდეგ, როგორ მოეპოვებინათ ბურთი და როგორ შეეტიათ. ნაპოლის თამაში კი ერთგვარი ქაოსი იყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ მადრიდული კლუბის ყველაზე საშიში ფეხბურთელი ეს ბელინგემია. თუმცა თუ დავაკვირდებოდით მის თამაშს, მას კვარასნაირი მეურვეობა არ ჰქონდა და მას მოედანზე აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა, რომელმაც თავის მხრივ იდეალური შეხვედრას ჩაატარა. ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც კვარას თამაში დაიწუნეს, ეს იყო სითამამის ნაკლებობა, რადგან თითქოს ქართველი ერიდებოდა შეტევების მეტად გამწვავებას და მცველებთან დუელში შესვლას, რაც მისი სათამაშო სტილისთვის დამახასიათებელი არ არის. ეს ყოველივე კი აზრს მოკლებული არ არის და არ ვამბობ იმას, რომ კვარამ ბერნაბეუზე ძალიან მაგრად ითამაშა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ნაპოლის ტრავმიანობის გამო მარცხენა მცველი არ ჰყავდა. სწორედ ამის გამო კი კვარა თავის ფლანგზე ბურთის დაკარგვასერიდებოდა და ამასთან ერთად მას დაცვაში ჩამოსვლაც ევალებოდა. ამიტომ მოედანზე მრავალი ფაქტორი იყო, რის გამოც ქართველი ძალიან შებოჭილი იყო. მართალია მას სანახაობრივად იდეალური თამაში არ გამოუვიდა, თუმცა ის ტაქტიკურად 100%-ით გამართულად მოქმედებდა. ამასთან ერთად სამწუხაროა, რომ ბევრ ადამიანს ავიწყდება, თუ რეალურად ხვიჩას რადონის კლუბის წინააღმდეგ მოუწია თამაში. მაგალითად გავიხსენოთ წინა წლის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალის წინააღმდეგ, სადაც იმავე სიტუაციაში ერლინგ ჰოლანდი აღმოჩნდა, რომელმაც ორ მატჩიან დუელში აბსოლუტურად ვერაფერი იქნა და რეალმა ის უბრალოდ მოედნიდან გააქრო. თუმცა ის, რომ ჰოლანდი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია, ამაში ეჭვი რა თქმა უნდა არავის ეპარება. მაგრამ სამწუხაროა, რომ რეალთან შეხვედრის შემდეგ ბევრმა ადამიანმა კვარა საერთოდ კარგი ფეხბურთელების სიდანაც ჩამოწერა და ამბობენ, რომ ის გადაფასებულია. რა თქმა უნდა, ვისაც ხვიჩაზე გული შეგვტკივა მისდამი კრიტიკულებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ჯანსაღი და უნდა ჯდებოდეს ჩარჩოებში, რადგან სამწუხაროა, რომ ქართველის წარუმატებლობა ისევ ქართველს უხარია. მე მგონი ამაზე საუბარი საერთოდ არ უნდა გვჭირდებოდეს, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის რაც კვარამ ამ მოკლე პერიოდში საქართველოსთვის გააკეთა, ამისათვის მთელი ცხოვრება მადლიერები უნდა ვიყოთ და თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენი რაღაცის გაკეთება შეუძლია, თუ ის მომავალში ისეთ გრანდში ითამაშებს, როგორიც მაგალითად მადრიდის რეალია. სასაცილოა, რომ ბევრმა ადამიანმა კვარაცხელია ჩამოწერა და თქვა, რომ ის რეალის დონის არაა და ვერც ვერაზროს გახდება. თუმცა შეხვედრის შემდეგ მადრიდის რეალის ვარსკვლავი როდრიგო შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს. ფიქრობ, ნაპოლიმ ჩვენს წინააღმდეგ იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ეს დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გააკეთა. კვარაცხელია და ოსიმენი? ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან. ერთად ჩვენ და ბელინგემ შეგვეძლია, რომ სოფლიოს ფეხბურთის მომავალი ვიყოთ. ამბობს ბრაზილიელი ფეხბურთელი. ყველაფერი კი თქვენით განსაჯეთ. ის, ვინც რეალურად ხედავს თუ რა შეუძლია კვარას, შეუძლებელია, რომ მასში ეჭვი შეიტანოს. ამ თემაზე კიდევ მრავალი რაღაცის თქმა შეიძლება, თუმცა ესე ძალიან შორს წავათ. ამიტომ კომენტარებში დაწერეთ თუ რას ფიქრობთ თქვენ და გავცვალოთ ერთმანეთში აზრები. ფლორენტინო პერესისა და დე ლაურენტისის შეხვედრა, რაზე ისაუბრეს მხარეებმა. რეალი ნაპოლის შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილმა იტალიურმა სააგენტომ მატინომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მატჩის დაწყებამდე კლუბის პრეზიდენტები ფლორენტინო პერესი და აურელიო დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად ივახშმეს კიდეც. სააგენტო ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მხარეებმა შესაძლო სატრანსფერო გარიგებებიც განიხილეს. გამოცემაში კი შემდეგი სახის კომენტარს ხვდებით. ფლორენტინო პერესმა და აურელიო დე ლაურენტისმა მადრიდში, ელვისოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს. პრეზიდენტებს შორის საუბარი იყო შესაძლო სატრანსფერო გარიგებებზეც, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასა და სამეფო კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს ეხება. ფლორენტინო პერესმა დე ლაურენტისთან აღიარა, რომ მასზე ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნაპოლის პრეზიდენტმა კი თავის მხრივ პერეს ბრაჰიმ დიასზე ესაუბრა, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც გუნდში თავის ადგილს ვერ პოულობს. აღსანიშნავია, რომ ნაპოლი რამდენიმე თვეა მიზნად ისახავს ესპანელი ნახევარმცველის დამატებას. წყაროს ცნობით კი ეს ტრანსფერი საკმაოდ რეალურია. მხარეებს შორის საუბარი ზედაპირულად შედგა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ საუბრებმა სერიოზული ხასიათი ძალიან მალე მიიღოს, წერია გამოცემაში. და მოვიდა დრო ჩვენი ტრადიციული საფეხბურთო გადახვევის. კრიშტიანო რონალდუ სასამართლოში უჩივიან. რა ხდება პორტუგალიელი ფეხბურთელის თავს? მადრიდის რეალისა და მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო გაცვლა. ბარსა ზაფხულში მეგა ტრანსფერს გეგმავს.
ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული მეგობარო, თხოვნა მოიწონო ვიდეო და გამოიწერო არხი, რადგან ეს ჩემთვის მოტივაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ევროპული გრანდი არაუხოს რადარზე და შეშინებული ბარსა. Sky Sport-ის გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი არაუხოთი ინტერესდება. წყაროს თანახმად რეკორდმაისტერი უკვე 2 წელია, რაც ურუგვაელი მცველითაა დაინტერესებული და უწინ ბავარიელებს ბარსასთანაც ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი. აღსანიშნავია, რომ არაუხოთი განსაკუთრებულად მოხიბლულია ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი. თუმცა მიუხედავად ბავარიელთა დაინტერესებისა, 24 წლის მცველის ალიანს არენაზე გადაბარგების შანსი მაინც ძალიან მცირეა. მაგრამ ეს ინფორმაცია ბარსას მაინც აშინებს, რადგან არაუხოს ბარსასთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ხოლო ჟურნალისტ ფაბრისიო რომანოს თქმით, კატალონიელები აპირებენ, რომ ურუგვაელს ახალი კონტრაქტი შესთავაზონ, რაც კლუბის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მადრიდის რეალისა და მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო გაცვლა. მადრიდის რეალი ალფონსო დევისის სანაცვლოდ ყველაფერს იღონებს. არსებული ინფორმაციით ბაიერნმა კანადელ განაპირა მცველს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. ამ გარემოებას კი ფლორენტინო პერეზი კარგად ხედავს, რომელიც თავის მხრივ მზადაა, რომ რეკორდმაისტერებს დევისი სანაცვლოდ ფერლან მენდით და 35 მილიონი ევრო შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ მენდის საბაზრო ღირებულება 30 მილიონია, რომელიც უწინს სამეფო კლუბმა ლიონიდან 40 მილიონად დაიმატა. ამიტომ შესაძლოა ეს შეთავაზება გერმანული კლუბისთვის სარფიანი გამოდგეს. ამასთან გერმანული გამოცემების ცნობით, სეზონის ბოლომდე ბაიერნი დევისის დარწმუნებას კიდევ შეეცდება. ხოლო თუ ზაფხულამდე ახალ კონტრაქტს ხელი არ მოეწერება, მაშინ მიუნხენური გრანდი კანადელს გაუშვებს. ბარსელონა ზაფხულში მეგატრანსფერს გეგმავს. გაზეთეისის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. სწორედ ამის გამო ბარსას ხელმძღვანელობა რამდენიმე გერმანელ აგენტს შეხვდება, რათა შეისწავლოს ბუნდესლიგიდან თუ ვის შეიძლება გუნდის გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ ბარსასთვის პრიორიტეტს კიმიხი წარმოადგენს, რომელიც ძალიან მოსწონს ბარსას თავკაცს ხავი ერნანდეს. ის გერმანელს უკვე ესაუბრა და თუ გაზეთს დავუჯერებთ, კატალონიაში გადაბარგების სურვილიც გამოთქვა. თუმცა თუ კიმიხის ტრანსფერი შეუძლებელი აღმოჩნდება, კატალონიური კლუბი ბუნდესლიგაში სხვა ვარიანტებს მოიძიებს. კრისტიანო რონალდუ სასამართლოში უჩივლეს. რა ხდება პორტუგალიელი ფეხბურთელის თავს? Cointelegraph-ის ინფორმაციით, სარჩელი ფლორიდის სასამართლოში 27 ნოემბერს შეიტანეს და საქმე კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმას Binance-ს უკავშირდება. სარჩელში ნათქვამია, რომ რონალდუ Binance-სთან კოორდინაციით რეკლამირებას უწევდა და აქტიურად იყო ჩართული დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში. მომჩივნების თქმით, კრისტიანოს უნდა სცოდნოდა, რომ Binance დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობდა და მას შესაბამისი ზომები მიეღო. Cointelegraph-ის მიხედვით კი, კრისტიანო რონალდუსგან ზარალის ანაზღაურებას და ლეგალური ხარჯების ანაზღაურებას ითხოვენ. თუმცა პორტუგალიელ ფეხბურთელს ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის თხოვნაა, რომ ავიყვანოთ ეს ვიდეო მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე თხოვნაა გამოიწერო არხი. დიდი მადლობა მეგობარო, თუ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და მომავალ შეხვედრამდე.